ირინა კილასონიძე, ალეკო ელისაშვილის მეუღლეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. ირინა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორ ხართ პირველ რიგში? ნორმალურად. ოჯახი როგორ შეხვდით, რამდენ მომზადებულები შეხვდით ამ ძალიან მძიმე განაჩენს, ფაქტობრივად მაქსიმუმამდე 2 წელი დააკლდა. კი, საკმაოდ მძიმე განაჩენია, რა თქმა უნდა. მოლოდინი ქონდა, ალექსანდრე მას ბოლოს რაც შემოგვითვალა იყო, რომ მაქსიმალურად მოემზადეთ, რომ სასჯელი იქნება მკაცრი, ანუ ყველაზე მკაცრ სასჯელს გამოიტანენ, ამისთვის მზად იყავითო, ქონდა მოლოდინი 12-13 წლის და 13 წელი მიუსაჯეს. მაქსიმალურად შეეცდებიან ჩემს გამწარებას, მაგრამ ამაზე არ ინერვიულობ, მალე ყველაფერი დამთავრდება და მეც გამოვალ გარეთ, ანუ იქ მას ძალიან ოპტიმისტურად არის. ამ ზოგადად ადევნებს მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს თვალყურს და აქედან რაღაც თავისი დასკვნები გამოაქვს და ეს აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ირინა, შემოგვითვალაო თქვენ მითხარით, მე რამდენადაც ვიცი ბოლო ინფორმაციით, მას თქვენთან, შვილებთან, მშობლებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც აქვთ ხოლმე ზოგადად პატიმრებს, არ ქონდა. შეიცვალა რამე, თუ ეს შემოთვლები შუამავლების საშუალებით ადვოკატის, ან შესაძლებელი არ ვიცი, კიდევ ადვოკატის გარდა მე მგონი სახალხო დამცველს აქვს ალეკოსთან შესვლის შესაძლებლობა, სწორედ მათი მეშვეობით გაქვთ. ხო არა, 8 თვის განმავლობაში ჩვენ ის არ გვინახავს, აკრძალული ქონდა მას ჩვენთან კომუნიკაცია, მიზეზი იყო ის, რომ მე და ჩემი შვილები მოწმეებზე მოვახდენდით ზეწოლას, ანუ შევიდოდით ალექსანდრესთან, ის დაგვაბარებდა რომ წადით ახლა თქვენ და მოწმეებზე ზეწოლა მოახდინეთ და ეს რომ აეცილებინათ თავიდან, ამის გამო მე და ჩემ შვილებს მისი ნახვის შესაძლებლობა 8 თვის განმავლობაში არ ქონდა. არც სატელეფონო კომუნიკაცია არ ქონდა, ხედავდით მას მხოლოდ სასამართლო პროცესებზე. იქ ქონდა რაღაცა 1-2 სიტყვის გაცვლის შესაძლებლობა დასაწყისში. და ეს იყო და ეს, ანუ ჩვენ მას ის უშუალოდ არ გვინახავს, არც ჩვენ, არც მის მშობლი, მოკლედ არავის გარდა ადვოკატებისა, რომლებიც მასთან შედიოდნენ, ქეთი შედიოდა თურაზაშვილი, მისი მეგობარი და კოლეგა პარტნიორი. და იქიდან გამოტანილი ინფორმაციით ვიყავით მთელი ამ 8 თვის განმავლობაში, ესე გვეუბნებოდნენ, რომ კარგად არის, ხნედ არის, ესე მოკლედ. ხო, დღევანდელი სასამართლო პროცესი ემოციური თვალსაზრისით როგორი იყო ეს, რომ გითხრათ ალეკოს სიტყვა ჩვენ ყველა მოვისმინეთ, მაგრამ რა თქმა უნდა გვაინტერესებს რა ხდებოდა მანამ სანამ სასამართლო სხდომა დაიწყებოდა, ქონდა შვილებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, რა გითხრათ, იმიტომ რომ დღევანდელი დღე ბუნებრივია განსხვავებული იქნებოდა სწორედ აი ამ ემოციური მიმართულებითაც. იცით რა, დღეს სიმართლე გითხრათ, ესე კომუნიკაცია არ გქონია, ანუ უბრალოდ ვნახეთ და ავესწარით მის სიტყვას, კი არა და ზოგადად ამ პროცესს და ეს იყო და ეს ახლა რაც არ უნდა მზად ყოფილიყავით ამ განაჩენისთვის და თეორიულად ვიცოდით და ალექსანდრეც გვეუბნებოდა, რომ განაჩენი იქნება ყველაზე მძიმე და ყველაზე მკაცრი. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია უკვე, როდესაც ფაქტის წინაშე დგები და ადამიანის ბუნებაა ზოგადად, რომ მაინც სადღაც იტოვებ იმის შანსს, რომ იქნება ამ ადამიანებს სადღაც რაღაცა შემორჩათ და აი ესეთ აბსურდს უბრალოდ არ დააბრალებდნენ ადამიანს, რომელიც, რა ვიცი, ტერორისტი, რაც არ არის, ტერორისტი არ არის ალექსანდრე, იმიტომ რომ ტერორიზმის რაღაცა წინა სიტყვაობაც ხო უნდა კონდეს, არა, რაღაცნაირად ეს მთელი მისი ცხოვრება მიეძღვნა აი რაღაც საქართველოს თვის ცხოვრობს. ჩემზე მეტად რომ საქართველო უყვარს, ამაში ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, ბავშვები შეიძლება თანაბრად. ბავშვები და საქართველოს თანაბრად. ხო, ბავშვები და ხო და არა, ამ ადამიანს დააბრალო ტერორიზმი, თან ახლა ეს ქმედებაც ვერანაირად ვერ შეფასდება ტერორისტულ აქტად, იმიტომ რომ ტერორისტული აქტები ჩვენ გვინახავს. 11 სექტემბერი იყო ტერორისტული აქტი, რომელსაც მოყვა გრევა, რომელსაც მოყვა მსხვერპლი, 3000-მდე ადამიანი დაიღუპა და ეს იყო მართლა შემაძრწუნებელი და რაღაცა საშინელი თავზარდამცევი ამბავი. დღეს ადამიანი სასამართლოში შედის პროტესტის ნიშნად 2 ბოთლი რაღაც ბენზინი თუ რაღაცა უჭირავს, ასხავს ქვის იატაკზე და ამ ქმედებას იარაღი უდევს. კი ბატონო, მას გაფორმებული აქვს იარაღი, რომელიც როგორც თვითონ თქვა,
ეს იარაღი წავიღე, იმიტომ რომ ტყეღრეებით ვიარეოდან, მოკლედ მაგისთვის ჭირდებოდა იქ რამე ცხოველი არ შემხვედროდა და მაგათ მოსაგერიებად. ანუ ადამიანმა არც გამოიყენა ეს თავისი იარაღი, არც ამოუღია, დამცავი ქონდა. ნუ მოკლედ 1000 წვრილმანია რომ და არც თუ ისე წვრილმანი, ანუ ადამიანს 13 წელი მიუსაჯეს. მე არ ვამბობ, რომ ის იქ პეპლების დასაჭერად მივიდა და ყვავილების დასაკრეფად, რომ მე ჩვენ სახში მოეტანა. არა. ამას თვითონაც არ უარყოფს, ამბობს, რომ ეს იყო პროტესტი, შეფურთხება მინდოდა ხელისუფლებისთვის, პროტესტი მახრჩომდა და ვიმოქმედი არ გამომივიდა იმას ვნანობ, რომ ასე იაფად დამიჭირეს. თუ არ ვცდები 29 ივნისი, ხო? ნოემბერი, ბოდიში, 29 ნოემბერი. შეგიძლიათ ის დღე გაიხსენოთ, აი მისი რაღაცა ემოციური განწყობა როგორი იყო, ან წინა დღეებში როგორი იყო, ანუ გასაგებია ხო, ამ ყველაფერს წინ უძღოდა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ალი ბაბაევის თითქოს და ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტზე, ხო, შეურაცხყოფს აღარ მახსოვს როგორ კვალიფიცირდა. ფიზიკური ანგარიშწორება, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და დღეს პირდაპირ დაასახელა, ვინ მონაწილეობდა პოლიციის მაღალჩინოსნებიდან მის წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშწორებაში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილეს დაასახელა რონი მესხი, ოღონდ უკვე მგონი დაკავების დროს ხო სასამართლოში. აი ამ ყველაფერზე ცოტა მოგვიანებით შეგიძლიათ გაიხსენოთ, ალბათ ბევრჯერ გაიხსენებდით იმ 29 ნოემბერს. რაიმე არ შეგინიშნავთ ისეთი, რაც აი უცნაურად მოგეჩვენათ და შეიძლებოდა ამ ყველაფერზე წინასწარმეტყველებდა. იცით რა, არაფერი. საერთოდ არაფერი იყო სახლში. მე მივდიოდი, მსვლელობა იყო იმ დღეს და მივდიოდი აქციაზე, რუსთაველზე. ამ მსვლელობაში უნდა მიმეღო მონაწილეობა, გასვლის წინ ვუთხარი რომ მივდივარ აქციაზე, ხო მე დღეს სათევზაოდ წავალო. ანუ მთელი დღის განმავლობაში იყო მშვიდა წყნარი, ანუ ეს არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ამას რა თქმა უნდა წინ უძღოდა, რასაც თქვენ ამბობთ, მისი ცემა და აი თუ დამიჯერებთ არც ერთი მისთან მის მიმართებაში ჩადენილი ქმედება მისთვის არ იყო ისეთი მტკივნეული, როგორიც იყო დანარჩენი ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებდით ქუჩაში, როგორც სცემდნენ ადამიანებს, გოგოებს, ბიჭებს აპატიმრებდნენ, სვავდნენ ციხეში, მზიამაღლობელი იქნებოდა. აი, რა ვიცი, ყველა მისი აი ეს ისტორიები მისთვის ძალიან უმნიშვნელო იყო, იმიტომ რომ ის თulis რომ ის პოლიტიკოსია და ის შეიძლება რომ გაილახოს კიდევაც, შეიძლება დაიჭირონ კიდევაც, ანუ ამისთვის მზად არის, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იმ დღეებში რუსთაველზე გამოდიოდნენ და იმ ადამიანებს როგორც უსწორდებოდნენ, ეს იყო პირველ რიგში მისთვის აი ეს რაღაცა ტრიგერი, ასე ვთქვათ, რამაც გადააწყვეტა. აი ხო არის ადამიანის მიყვანა თვითმკვლელობამდე, ხო არის დანაშაული. ეს არის ადამიანის მიყვანა პროტესტის აი ესეთ უკიდურეს ფორმამდე, რომ ადამიანი ადგა, არაფერი არ ეთყობოდა იმ დღეს, რომ რაღაცა აპირებდა, რაღაცას გეგმავდა, რაღაცა ესეთი ჩანაფიქრი ქონდა. არა, აბსოლუტურად გააზრებულად, წყნარად მშვიდად მას ქონდა ჩაფიქრებული აი ეს პროტესტის ასეთი ფორმა ჩაეტარებინა. ხო, ანუ არანაირი ასე ვთქვათ, ამის მომასწავლებელი არაფერი არ შეგენიშნავთ. იცით რა არის კიდევ საინტერესო, თქვენ თქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემზადებულები იყავით, თვითონ ალეკოც ელოდებოდა, რომ 12-დან 13 წლამდე მიუსჯიდნენ თანაც არა ტერორიზმისთვის, არამედ ტერორიზმის მცდელობისთვის, ხო? თუმცა აი მიუხედავად ამისაო, მაინც სადღაც პატარა იმედს ვეჭიდებოდით. ამ იმედს რა გაძლევდათ, იმიტომ რომ ნახეთ, დღეს პროკურორი როდესაც გამოვიდა და განცხადება გააკეთა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ ერთხელ მოახდინა მან ხაზგასმა, რომ ალეკო ელისაშვილს არც ერთხელ არ უღიარებია დანაშაული და არც ერთხელ სინანული არ გამოუხატავს. აი ამ თვალსაზრისით ხომ არ იყო გარკვეული მინიშნება, მოთხოვნა, არ ვიცი, შემოთავაზება, რომ აღიაროს, მოინანიოს და იქნებ ვიფიქროთ სასჯელის ზომის შემცირებაზე. არა, მსგავსი არაფერი არ ყოფილა, არანაირი შემოთავაზება იმაზე, რომ იქნებ შენ რაღაც აღიარო და თავი დახარო და ჩვენ შეგიმსუბუქებთ სასჯელს, არა, როგორ შეიძლება ადამიანმა აღიაროს
ტერორიზმი. ანუ აქ ხო იმაზე არ კი სასამართლოში შევედი, კი პროტესტი გამოვხატე, კი შუშა ჩავამტრიე და ცეცხლი ოლიგარქიას, რასაც გავიძახით ამდენი ხანი, ხო? ეს იყო, აი ეს რაღაცა მოკლედ რაც განახორციელა მან. ეს როგორ შეიძლება ადამიანმა აღიაროს ტერორისტული აქტი, რაც მას აზრათაც არ მოსვლია, ხო? რომ რაღაცა ტერორისტულ აქტს ჩაიდენდა თავისივე ქვეყანაში. ამიტომ არა, ეს არ შემოთავაზება პირდაპირ არ სირიბად, არ შემოთვლით, არანაირად. ჯერსეც იციან როგორიც არის და მას ეგეთ რაღაცას ვერ გაუბედავენ ნამდვილად, იმიტომ რომ იციან მისი პასუხი ზუსტად ვიცი. და იმედს მაძლევდა უბრალოდ ადამიანური მომენტი, როდესაც ადამიანს გაქვს ძიმე დაავადებას, ვთქვათ, და ებრძვი ძიმე დაავადებას და იცი რომ შენი განაჩენი არის სიკვდილი. ხო, მან ხო მაინც რაღაცის იმედი გაქვს, რომ აი რა ღმერთი გადმოგხედავს, სასწაული მოხდება. უბრალოდ მხოლოდ ეს არის ის რაც აი ოდნა გულში გამკრავდა ხოლმე მეტი სხვა არაფერი. ირინა, დღეს რომ განაჩენი გამოცხად და ნიკო გვარამიამ გააკეთა განცხადება, დაწერა მე მგონი სოციალურ ქსელებში, რომ წისქვილის ქვა დაატრიალეს ალეკო ელისაშვილის თავს და წონასწორობა რომ დაეკარგა, გასაკვირი არაა. მოკლედ ძალიან მივქარავთო, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ ქოცების მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებსო. ან თქვენ როგორც ოჯახს, მეუღლეს, საკმარისმეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ ან ვინმეს ხარ დაჭერა, ან ვინმეს უყურადღებობა გეგრძნოთ. რასაც საუბრობს ნიკა გვარამია, ანუ რეალურად თქვენც ასეთი განცდა დაგეუფლათ, რომ პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილს აი ამ ბრალმა ტერორიზმის ბრალდებამ დააკომპლექსა? შეიძლება კი დააკომპლექსა, იმიტომ რომ ჯერ ერთით ძალიან შოკის მომგვრელი იყო ის, რაც ჩაიდინა და პირველი ეფექტი იყო ის, რომ ვაიმე რა ხდება და უცებ ყველამ რაღაცნაირად ისე მკაფიოდ ვერ გამოხატა თავისი თანადგომა, ასე ვთქვათ რა. მაგრამ მიუხედავად მე მესმის ამ ყველაფრის ძალიან კარგად დისტანცირება მოახდინეს უბრალოდ ჩემთან მიმართებაში ეგ არ მიგრძნია არანაირად. თუნდაც რუსთაველზე რო გავდივარ, არავისგან, არც ერთი ადამიანისგან არ მიგრძნია, რომ რაღაცნაირად ისე ალმაცერად მიყურებს, რომ ეს ტერორისტის ცოლი ყოფილა და ტერორისტი ყოფილა. არა, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ანუ ყურადღების დეფიციტსაც მე პირადად არ განვიცდი. თვითონ არ ვიცი რა განცდები აქვს მაგ მხრივ, მაგრამ მე ყურადღების დეფიციტს არ განვიცდი არავისგან საერთოდ. და ნუ ხა პოლიტიკოსები არიან და ხანისეა ხანასე. აი დღეს შეიცვალა ხო ხედავთ მდგომარეობა და ზოგადად რაღაცნაირად ზურაბიშვილიც კი გამოვიდა და შეიკრანდა ერთად იყვნენ ძალიან კარგი იქნება და მტერი საერთო ყავთ და ხო, მინდა გკითხოთ აი ამ ყოველდღიურ ხო სალომე ზურაბიშვილის განცხადება გავიხსენი, არ ვიცი რა სცენარი დაუტრიალეს ელისაშვილს, ერთადერთი რამ ვიცი, რომ ამ 13 წელს სამართალთან მოკლედ კავშირი არ აქვსო, ანუ არ ვიცი ხა უფრო მეტად რომ აქტიურად პოლიტიკოსებს ამ თემასთან დაკავშირებით ამას თუ ექნებოდა რაიმე ზეგავლენის ფაქტი თუ იქნებოდა, ფაქტორი თუ იქნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაკლებად მგონია, მაგრამ ნუ რაგდან თვითონ გაუჩნდათ ასეთი მოისაკლისეს, ასე ვთქვათ, საკმარისი ყურადღება და გააკეთეს ეს განცხადება. იგივე სულ ჯერსეც ყველა პოლიტიკოს ადრე თუ გვიან, რა ვიცი, რა განაჩენს მათაც ზუსტად იგივე არ მინდა ვთქვა რომ იგივე ბედიელით, მაგრამ ნუ მათზეც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და მოკლედ არავინ არ არის დღეს ასეთი ბედის ელისაშვილის ბედის გაზიარებისგან მოკლედ არავინ არ არის დღეს დაზღვეული, შეიძლება ასე ითქვას. და არ არის არავინ დაზღვეული, ხედავთ რაც აკეთებს ქართული ოცნება, მას უბრალოდ ყველა ოპონენტს იცილებს გზიდან და უნდა რომ მართოს ეს ქვეყანა სამუდამოდ. ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმროში იმყოფება, აი რაში გამოიხატება, ну გარდა იმისა, რომ კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვს, რა აქვს კიდე შეზღუდული, ანუ როგორია მისი ყოველდღიურობა? ხო, მე რადგან არ მაქვს მისი ნახვის საშუალება და ესე პირდაპირ კომუნიკაცია არ მაქვს, ჩემამდე არ მოდის არანაირი ნეგატიური ინფორმაცია. ანუ ზოგადად ალექსანდრია ეგეთია, აი
სახლში კარს რო კეტავს, იქ მთავრდება ყველანაირი ნეგატივი, ანუ გარეთ შეიძლება იბობოქროს, იჩხუბოს, იხმაუროს, ასე შემდეგ, მაგრამ სახლში ის არაფერს თავს არ გახვევს. შესაბამისად, ის თუ მას თუ რაღაც დისკომფორტები აქვს, ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა და არც მოვა. სულ რომ ენახა, მაინც არ მეტყოდა. ვიცი რომ კაცრი ციხეა, ვიცი რომ ნახვები ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მძიმე შეზღუდვები, აქ კიდე რაღაცები თავიდან ტელევიზორი არაო, მე კიდე რაღაცა წვრილმანებს ესე უბრალოდ იმაშვებოდნენ. თუმცა აქვს ახლა როგორც ვიცი ტელევიზორი აქვს, კი. რაღაც ესეთი პატარ-პატარა შეზღუდვები ქონდა, თუმცა რა ვიცი, ალექსანდრე საველე პირობებში, ანუ ტყის კაცია, რომელსაც არც მაგარი ბალიში აწუხებს, არც ის ჭუჭყი, რომელიც როგორც ვიცი, საკმაოდ ბინძური ციხეა და რო თავიდან რო შევიდა ეს საპირფარეშო ძალიან მოუწესრიგებელი იყო, რომელიც ხეხა, დეზინფექცია უკეთა მდუღარე წყალი ასხა და ნუ მოკლედ იყო ერთ ამბავში, ნუ ამითიც ერთობოდა ალბათ. ხო, ანუ მე-18 საუკუნის ციხეს გავსო, საშინელება არისო, მაგრამ ძალიან საინტერესო. ეს არის ის, რაც ვიცი მე. ყველაზე მეტად რას ითხოვს, რის შეგზავნას ითხოვს ციხეში, აი წიგნები, ეს არის გაუთავებელი წიგნები. თან თვეში შეიძლება 6 წიგნი და ანუ ორად არის გაყოფილი ამ თვის დასაწყისში და თვის ბოლოსკენ 3 წიგნს უგზავნით და წიგნები ეს არის ერთადერთი რაც საინტერესებს. ნუ იქ თავიდან ხა მაისურები, იქ შარვალი რაღაცები ეგენი შეუგზავნა, მას მე ეგენი არაფერი აღარ უნდა მხოლოდ წიგნები. და იმ ცოდნას რაც არ მქონდაო და რაშიც მქონდაო რაღაცა ხრელებიო, ის ამოვივსეო და ვივსეთ. აი დღეს ვუსმენდი თქვენს კომენტარს სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ და თქვენ თქვით რომ მხნედარისო ერთი წიგნი უკვე დაწერა და ეხლა მეორე წიგნზე იწყებს მუშაობასო, თუ შეგიძლიათ გითხრათ რაზე აპირებს მუშრის დაწერას აპირებს. ერთი დაწერა, უბრალოდ ჯერ გამოცემული არ არის როგორც ვიცი ბეჭდვაზეა გაშვებული და წესით საფხულში უნდა იყოს. ეს არის ციხესიმაგრეებს ეძღვნება წიგნი საქართველოში არსებულ ციხესიმაგრეებს, ხო. შემდეგი წიგნი არის ბევრი იდეა აქვს, რომელს შეარჩევს ბოლო-ბოლო არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე იდეაზე მუშაობს და ფიქრობს და ამისთვის აგროვებს ინფორმაციას და ამისთვის უგზავნით წიგნებსაც და მოკლედ არის ჯერჯერობით ხარშავს ამ ყველაფერს და არ დაუწყია მუშაობა. ის რომ დაწერა პირველი წიგნი, ეხლა ცოტა ხანი უნდა დავისვენო, ძალიან დავიღალეო. და მოკლედ დასვენებისთვის აიღო პერიოდი და ამუშავებს მეორე წიგნს. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არის ალეკო ელისაშვილის მეგობარი და როგორც ვიცი შვილის ნათლიად. მას აქაც უთქვამს, სხვაგანაც გაუკეთებია საჯარო განცხადებები, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში გააკეთებდა აბსოლუტურად ყველაფერს, რომ რაღაცნაირად ალეკო ელისაშვილის ეს ყოფა საპატიმროში გაეუმჯობესებინა. შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ მართლაც ყველაფერი გააკეთა იოსელიანმა ამ თვალსაზრისით? იცით რა, არ ვიცი, მართლა არ ვიცი, იმიტომ კი არა რომ რაღაც მართლა არ ვიცი, ლევანი ვიცი რომ შედის ხოლმე ალექსანდრესთან, რამდენხანში ერთხელ არ ვიცი, მე ორჯერ დამირეკა მას მერე რაც შესული იყო და ნუ უბრალოდ მომიყვარო, კარგად არის, ის ვილაპარაკეთ, რაღაცა ესე ზოგადად ამით შემოიფარგლება ხოლმე, როცა ჩემთან აქვს კომუნიკაცია, უბრალოდ მაბარებს, ასე ვთქვათ, ანგარიშს, რომ ესე იყო ალექსანდრესთან და რომ რა შტაბ-ჭრილება დატოვა მისმა მდგომარეობა. მეტი სხვა არ ვიცი, ესე ტელევიზორს სიმართლე გითხრათ არ უყურებ და ლევანის ყველა განცხადება არ მაქვს მოსმენილი. ვიცი რომ ძალიან განიცდის, ძალიან ისინი ბავშვობის მეგობრები არიან და ეს მისთვის ნამდვილად არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, ისე როგორც ყველა მისი მეგობარი ძალიან განიცდის. და რა თქმა უნდა ლევანის. ორი შვილი ყავთ, ორივე ვაჟი. რამ ერთი ვიცი რომ სტუდენტია, მეორე ორივე სტუდენტია. წელიწად ნახევარია ერეკლე და სანდროს შორის განსხვავება. ერეკლე 21-ის არის და სანდრო ოქტომბერში 20-ის ხდება. სტუდენტები არიან. ბიჭები როგორ უმკლავდებიან აი ამ რთულ პერიოდს მათი და მამის ცხოვრებაში? ბიჭებს ნორმალურად, შეიძლება ითქვას ნორმალურად, იმიტომ რომ ხო გეუბნებით ალექსანდრეს ისეთი განწყობა აქვს და ისეთ გზავნილებს გვიგზავნის წერილები მოსულა კი და ანუ არის მაქსიმალურად ოპტიმისტურად და გვამხნევებს აქეთ და ამიტომ ამათმა იციან რომ ცხვირს თუ ჩამოუშვებენ და რაღაცა პესიმიზმში გადავარდებიან ეს ალექსანდრესთვის იქნება პირველ რიგში ხაზგასმით რომ ჩემთვის მთავარია რომ მამა ჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემითო კი ნამდვილად ესეა და ამაყობენ მისი შვილები ალექსანდრეთი ამაყობენ
და ყოველთვის ამაყობდნენ და მათთვის იყო სამაგალითო ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ცოდნა, გამცოდნას უზიარებდა, აი თუნდაც ისტორიაში როცა ემზადებოდნენ გამოცდებისთვის, აი სულ რაღაც აი მე ხა სახელმძღვანელოებში ხარ მოცემული რაღაცა ტექსტები და ის ცდილობდა რომ კონტექსტი აეხსნა, რომ ამ დროს ეს აქ რო ხდება, ამასობაში გარშემო მთელ მსოფლიოში ეს ხდება, ის ხდება, რომ მაქსიმალურად გაეაზრებინათ და სრული სურათი ქონოდათ და ირინა 10 წელიას გადაცემა მიმყავს და ასეთი შეკითხვა ჩემი რესპონდენტისთვის არასდროს დამისვავს, მაგრამ აი დღეს როდესაც ვემზადებოდით გადაცემისთვის გაჩნდა საყოველთაო მოთხოვნა და აღმოვაჩინეთ რომ რამდენადაც კარგად ვიცნობთ ალეკოს, იმდენად ცოტა ინფორმაცია გვაქვს მისი მეორე ნახევრის შესახებ. როგორ გაიცანით ერთმანეთი? ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში მე-9 არხზე. დიახ, ორივე მუშაობდით მე-9 არხზე. ბიძინა ივანიშვილმა თუ ბიძინა ივანიშვილმა დაგაკავშირათ და ბიძინა ივანიშვილმა დროებით დაგაშორათ ერთმანეთს. კი, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში მუშაობდით 1 წელი, მერე 1 აპრილს გამოგვიცხადეს რომ ტელევიზია დაიხურა, ესეც ძალიან სასაცილო იყო პირველად თავიდან რომ მივედი ტელევიზიაში და რომ გვეუბნებიან რომ ტელევიზია დაიხურა. დღეს ხო 1 აპრილია და რაღაც ის, არა, მართლა 1 აპრილს აი ესე დაახურა ბიძინა ივანიშვილმა ეს ტელევიზია და მას მერე, მან გავიცანით ჩვენ ერთმანეთი და მერე უკვე გაგრძელდა ტელევიზიის მიღმა ჩვენი ნაცნობობა და ურთიერთობა. კარგი და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ, ანუ ვიცი რომ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებთ, რაც კი არსებობს საქართველოს. შემდეგ იქნება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ბერკეტი სასამართლოს გადაწყვეტილების განაჩენის გამოტანის შემდეგ. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება შეწყალების თაობაზე. აი არ გიფიქრიათ ამ თემაზე? პრეზიდენტის შეწყალება ეგ ან უნდა მიმართო პრეზიდენტს, ხომ ასეა? ან თვითონ თავის ინიციატივით უნდა გადაწყვიტოს. მიმართვას, რა თქმა უნდა, მიმართვით არ მიმართავს ალექსანდრე ყაველაშვილს და ის თუ თვითონ მან ქართულ ოცნებაში თუ რაღაცა ისეთი ცვლილებები მოხდება, რომ აიძულებს ვინმე მათ შეცვალოს გადაწყვეტილება და ზოგადად ყველა პოლიტიკური პატიმარი გაანთავისუფლოს ან შეწყვეტოს მათზე სამართლებრივი დევნა, ეხა ეგ მაგას, რა ვიცი, რაც უნდათ ის უქმნიათ. მადლობა ირინა, მადლობა მხნეობა ოჯახს შვილებს, ალეკოს მეგობრებს და პირველ რიგში რა თქმა უნდა ალეკო ელისაშვილს ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით.